საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ და დაგვაფინანსა 10,000 ლარის თანხით, რათა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, მათთვის უსასყიდლოდ გაგვემართა სპექტაკლები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ თია წოლოკიანს, რომელმაც გულთან მიიტანა ჩვენი თხოვნა კონკურსში მონაწილეობა და კონკურსის, ასე ვთქვათ, შედეგების გამარჯვების შედეგად ჩვენ ეს ღონისძიება ჩავატარეთ. მე რამდენად ვუყურებ ამ სპექტაკლს და ისევ ის ძველი ემოციები მიპყრობს. რთულია და ძნელია, არ ვიცი რა გითხრათ, ისევ ძველ სოხუმში ბრუნდები, იმ ჩემს ბავშვობაში და ვფიქრობ მაყურებელმაც იგრძნო ეს. სპექტაკლის ბოლოს მაყურებლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდა სააგენტოს სახელით სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ვფიქრობ კიდევ უფრო გაალამაზა ამ საჩუქარმა ეს დღე და შექმნა საახალწლო განწყობა.